თუ აზროვნებს ადამიანი, ბუნებრივია, კითხვები უჩნდება პერიოდულად, რომელი კითხვებსაც პასუხი უნდა გაეცეს და საბოლოო ჯამში კითხვები იქრება მაშინ, როდესაც ჩვენს გულში კვიდრდება იესო ქრისტე, კვდრეთით აღდგარი, როცა ადამიანი მუდმივად განიცდის ღმერთს საკუთარ თავში, მაშინ, როცა ადამიანი მუდმივად განიცდის ღმერთს საკუთარ თავში, მას კითხვები უქრება ფაქტიურად. კითხვების მიზეზი, რომ ჩვენში კითხვები ჩნდება, არის ის, რომ ვერც ღმერთს ვიცნობთ კარგად და ვერც საკუთარ თავს. ერთ-ერთი კითხვა ასე რომ შეიძლება იყოს შემდეგი, რომ ადამიანს შენდობა უნდა ვთხოვო და რო არაფერი დამუშავებია ამ ადამიანისთვის. ხო. სამწუხაროდ ხანდახან ბოლომდე გაცნობიერება არ ხდება ამ მსახურების ეს არის ღვთისმსახურების ფორმა, რომელიც ტიპიკონშია, ლიტურგიაშია ჩასმული, ხო? აი შენდობის კვირა ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ. ერთის მხრივ რომ ადამიანს კითხვა რო უჩნდება და არ იცის რატო აკეთებს ამას, ესეც ცუდია. და არანაკლებ ცუდია, როცა ადამიანი ამას აკეთებს ფორმალურად. რატო აკეთებ? რავი, წესია რა და ვაკეთებ. ესეც ძალიან ცუდია. საერთოდ ფორმალიზმი კლავს სულის დუღარებას ეკლესიაში. გესმით? მეორე მხრივ კითხვები არსებობს ისეთი, რომელზეც პასუხი არ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რატო? იმიტომ რომ საიდუმლოებაა ღმერთი. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს კითხვა არის ის, რომელზეც პასუხი როგორ არ არის. ჩვენ ქრისტიანული ღვთისმეტყველების მიხედვით ვართ ერთი არსება. ერთი ძირიდან ამოსულები. არსეთი საღვთისმეტყველო ტერმინი არსებობს. სრული ადამი. ძალიან ხშირად წმინდა სოფრონი, ჩვენი უსაყვარლესი ამბობდა ხოლმე ესეთ სიტყვას. სრული ადამი, სრული. სრული ადამი ნიშნავს, რომ ყველანი ადამიდან ამოსულები რადგან ვართ, ერთი ბუნება გვაქვს. სრული ადამი ეს არ არის უბრალოდ ფილოსოფიური ტერმინი, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ქრისტიანობა არ არის ფილოსოფიური რაღაც თეორია უბრალოდ, არამედ ეს პრაქტიკასთან კავშირშია და სრული ადამი იდეაში თუ ადამიანი მართლა ქრისტიანია და საკუთარ თავი, საკუთარი გული ზეცად გადააქცია, სრული ადამიანი უნდა განიცდებოდეს ჩვენს მიერ. და ჩვენ ალბათ გაგვიგია, როგორ ტიროდნენ ძალიან დიდი მამები მთელ სამყაროზე, იგივე სილვან ათონელი. გესმის? სილვან ათონელსაც აქვს მსგავსი სოფრონი, ხა მისი სულიერი შვილი იყო და ადამის ტირილი, ადამი რო განიდევნა სანმოთხიდან, წარმოგიდგენიათ, ესე იგი, რომ გააცნობიერებდა რა დაკარგა. და აღმოჩნდებოდა ამ სამყაროში, სადაც იგი მტაცებელი ნადირია, სადაც უნდა ესე იგი თოხნოს, უნდა იშრომოს, იქ ყინვა, იქ სიცხე, რაც არის რა, გესმით? ყველაფერი უნდა გამოეგონებინა, ყველაფერი უნდა ესწავლა, სამუშაო იარაღები არ არსებობდა, არ იცოდა ეს რა, ანუ გესმით, რა ეს ხო ადვილი ხო არ იყო, წარმოგიდგენიათ. და რა დაკარგა? და ადამი ტიროდა, მგლოვარებდა მუდამ. და ეს ადამიანის მგლოვარება ჩვენ გენეტიკურად ადამიანისგან მარტო ის კი არ მივიღეთ, რომ ის ღმერთს დაცილდა და ღმერთს ვეღარ ხედავდა და დაზიანებული ბუნება ჰქონდა და ცოდვილი იყო და სიყვარულის უნარი დაკარგა და ერთგულების უნარი დაკარგა, მარტო ეს კი არა. ჩვენ მივიღეთ აი ეს გენეტიკური მახსოვრობაც, რა დავკარგეთ და გენეტიკურად მივიღეთ ისიც, რომ ჩვენ გვაქვს აი ეს მზაობა, რომ ვტიროდეთ ადამიანის ტირილით. ბედნიერებას ვეძებდეთ, რომელიც არ არის და ასე შემდეგ და მე ეს გადაიზრდება უკვე გაცნობიერებულად ქრისტიანში, როცა ის მგლოვარებს ღმერთთან განშორებულობის გამო. ამიტომაც ჩვენ ისევე წმინდა მამების დავესესხები, რას უნდა აკეთებდეს მონაზონის სენაკში ჩაკეტილი გლოვარებდეს. რატომ? იმიტომ რომ დაკარგული აქვს სასუფეველი, ადამიანში დაკარგა და განიცდის რომ ის არის, მერე ღმერთი შეეხო მის გულს და დაუდასტურა. ადამა იცოდა გამოცდილებით და ქრისტიანს აქვს ქავის გამოცდილებით იცოდა, წარსულის გამოცდილებით, რომ არის სასუფეველი, ხო? მაგრამ ქრისტიანს, ყველა ქრისტიანს ასევე თავის გამოცდილებით
აქვს ეს ცოდნა, რომ სასუფეველი არის, თუ ქრისტიანს ამის გამოცდილება არ აქვს, ის არ არის ქრისტიანი. და მე ქრისტიანმა ისიც იცის, რომ სასუფეველი რაღაც აბსტრაქცია კი არ არის, არის ცოცხალი ღმერთი, თავად ღმერთია სასუფეველი. აი ეს, რა თქმა უნდა, როცა ეს გამოცდილება გაგდა, თან მე გინდა სულ ყოფნა, აი წეგანაც ვახსენე, ხო, ქადაგებაში ღვთისმშობელი როგორც სახლის მყუდროება, გესმის, რა ბედნიერებაა ეს წარმოიდგინეთ, ამის მთელი სისავსე რო წარმოიდგინოთ. და როცა ეს გამოცდილება ოდნავ მაინც გეძლევა და მე კიდე ძირითად შემთხვევებში რომ არა გაქვს და თუ ნორმალური ხარ, ხო უნდა გენატრებოდეს და ეს არის მგლოვარება, გესმით? და აი ეს ყველაფერი გაერთიანებული მსგავსი ასეთი, თქვათ, გამოცდილებები ბადებს ჩვენში ადამიანის ტირილს. და ადამიანის ტირილი კიდე იმაშიც მდგომარეობს, რომ ერთმანეთი არ გვყვარს. წარმოიდგინეთ, გაუჩნდა შვილი პირველი და მე მეორე, ხო? და პირველმა მოკლა მეორე. ანუ იქვე დაინახა სისასტიკე უკვე ადამიანური ბუნება, ეს უსიყვარულობა, რომელიც მასში დაითესა დემონის მიერ, როდესაც ღმერთზე უარი თქვა, ის როგორ პროეცირდა კაინში. ეს ადამიანის ბრალი იყო პირველ რიგში. კაინში პროექცია მოხდა მისი. აი რა მოხდა მასში დაინახა თავის თვალით, რომ თურმე სიძულვილს ვატარებთ ერთმანეთისადმი. და ამ სიძულვილს ჩვენ ერთმანეთისადმი ყველა ვატარებთ. საკმარისია არ გავაკონტროლოთ ჩვენ საკუთარი თავი და საკმარისია რომ ღვთის ნება ჩვენში არ იყოს დომინანტი, რომ საკმარისია ვიცხოვროთ ჩვენი სიმართლით და ჩვენი ნებით, ჩვენ სიმართლეზე, ჩვენი სიმართლეები და ჩვენი ნებელობები პლაცდარმი ხდება დემონური ძალების. და ის რომ თლად ეშმაკს არ ვემსგავსებით, იმიტომ რომ ღმერთი გვიფარავს და ღმერთი გვიცავს. ღმერთი არ აძლევს ჩვენს დაცემულ ბუნებას და ჩვენს სიმართლეს და ჩვენს უტიფარ ნებას და ამ ყველაფრით კიდე ეშმაკს ჩვენში არ აძლევს ღმერთი გასაქანს. თორე ღმერთმა რომ გასაქანი მისცეს ამ ყველაფერ უბედურებას, აი დღეს მამა გაბრიელის ხსენება და მამა გაბრიელი ამბობდა ესე, თუ განიკითხავს სხვას, იმიტომ რომ შენ რო ამას არ ჩადიხარ, რასაც ის ჩადის, იმიტომ რომ ღმერთს უჭირავ ხარ ესე. აი ეს ღვედებით დაჭერილი, რომ მიგიშვას უარესიზავ. აი ღმერთი გვიჭერს ესე, გესმით? და იმ ეშმაკსაც აკავებს. მაგრამ მეორე მხრივ ეს ყველაფერი ჩვენ პოტენციაში არსებობს. ამიტომ ჩვენში არ არის ერთმანეთისადმი სიყვარული და ჩვენ თვითონ ეხლა ღმერთს კი უჭირავართ, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ ხო უნდა ვაკეთოთ და ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მქონდეთ მობილიზება საკუთარი თავისა, რომ ჩვენ სიმართლეზე, ჩვენს ეგოიზმზე, ჩვენს რაღაც ჩვენეულ ხედვებზე ეს პლასტარმებად რო იქცევა ეშმაკისგან, თუ ის გამყარდა ეშმაკი მერე, ის მერე იწყებს манипуляციას შენი და შენს უნარჩვევებს, შენს თვისებებს, შენს ნიჭიერებებს. გესმის, შენს რელიგიურობას იყენებს თავის სასარგებლოდ, ქრისტეს წინააღმდეგ და შეხდები ინსტრუმენტი. აი მასია საქმე. ამიტომაც ხდება ხოლმე რეგივე ეკლესიაშიც არის ხოლმე რაღაცეები, ხო, მრევლის წევრებს შორის რაღაც. ორივე მორწმუნე, ორივე აღსარებელი, ორივე მაზიარებელი. რა დაგემართათ? და ეს დაგვემართა. ამიტომ და რომც არ მემართებოდეს, თქვა რაღაცა, თქვა გავიდა 1 თვე, 2 თვე, 1 წელი, 2 წელი, ყველასთან კარგად ვარ. ეს ანისავს ეს ჩემში არ არის. და თუ კარგად ჩავფიქრდები, კაცვარო თქვას, მაინდა-მაინც მზედა მთვარე არც ერთ ადამიანზე არ მომდის. ანუ ერთმანეთი არ გვიყვარს, ქრისტე სიყვარული. ღმერთი არის სიყვარული. თუ ქრისტე არ არის, რა სიყვარულზეა ლაპარაკი? ჩვენ გვაქვს თან დიდი პრეტენზია გვაქვს ადამიანებს. ჩვენი არ გვაკმაყოფილებს კურხშო თავის წიწილა უყვარს და ძახსო თავის პატრონი უყვარს. ეგ სიყვარული მე არ მინდა. როცა ჩვენ საუბრობთ სიყვარულზე, საუბრობთ არა ამ ბიოქიმიურ ერთგულებაზე, ტომბურ და ჯოგურ ერთგულებაზე და ასე შემდეგ, არამედ ღვთაებრივ თვისებაზე, რომელიც მხოლოდ ღმერთს აქვს. და ეგ სიყვარული, ეგ სენტიმენტალური და რაღაც, ისევე არ არის სიყვარული, როგორც ადამიანი, რომელიც ცოდვას ჩადის, წამალს იკეთებს თუ აბორს იკეთებს თუ მრუშობს და თავისუფალი ვარ და იმიტომ ვაკეთებ. როგორც ის არ არის თავისუფლება, ისე ეს არ არის სიყვარული. და რადგან სიყვარული არ მაქვს, იმიტომ რომ ქრისტე არ ცხოვრობს ჩემში, ამიტომ მე ყველას წინაშე დამნაშავე ვარ მუდამ.
გესმით რა? როგორც ღმერთის წინაშე ვარ, სულ დამნაშავე, იმიტომ რომ ჩემი სიტყვები, აი მამაო ჩვენო, ხო? მამაო ჩვენო ითქვა ეხლა და ასამაღლებელია, აკარგია, ხო? ამბობ ესე. და რა? გული ჩვენი შეესაბამება ამ სიტყვებს? არ ვტყვით ღვთის წინაშე, ასევე ვტყვით ერთმანეთის წინაშე. ამიტომ მე პირველ რიგში რა თქმა უნდა ვითხოვ შენდობას თქვენგან იმის გამო, რომ ვერ მიყვარხართ ისე, როგორც უნდა მიყვარდეთ. გარდა ამისა, მე მაქვს ვალდებულებები ღვთისა და სამრევლოს წინაშე. უფრო გულმხურვალე უნდა ვიყო ლოცვაში, რომ თქვენ ლოცვა გასწავლოთ. უფრო გულმხურვალე უნდა ვიყო წმინდა წერილის და წმინდა მამების შესწავლაში, რომ თქვენ მერე გასწავლოთ. უფრო მეტად უნდა გულმოდგინე ვიყო ღვთისმსახურებაში, იგივე წირვის დროს, უფრო მეტად კონცენტრირებული, რომ თქვენ ჩემი მაგალითით ასევე უფრო მეტი კონცენტრირება მოახდინოთ ღვთისმსახურებაში და ასე შემდეგ და მე უნდა ვიყო მაგალითი, რაც წეგან გითხარით, ურთიერთისადმი სიყვარულისა, იმიტომ რომ როგორც იქცევი, იმის მიხედვით რაღაცებს საზღვრავენ ადამიანები და რაც თავარია. ჩვენ ყველაზე მეტად მე როგორც სასულიერო პირს და ჩემი ძმებიც ამაში დამეთანხმებიან, ყველაზე მეტად გვევალება, რომ ცოცხალი ღმერთის განცდა გქონდეს. მე მახსოვს ერთმა ადამიანმა მითხრა ბავშვობის წმენა ქონდა, პატარა რო იყო და როგორ გაუცოცხლდა ერთ წმენა, რომ წირვაზე რო დადგა, ჩვენ წირვაზე არ არის საუბარი, ვიღაც არ იფიქროს, ხო ჩემ თავზე ვსაუბრობ, ჩემ წირვაზე არ იყო ესა, მაგრამ ჩვენ სამრევლოში იყო. წირვაზე რო დადგა, იგრძნო, რომ მღვდელი, რომელიც საკურთხეველში იდგა და ლოცვას ამბობდა, იგრძნო, რომ მღვდელი ღმერთს ელაპარაკებოდა. და ამან მასში გააცოცხლა ის ბავშვობაში დეიდას დაყავდა თუ ვიღაცას იმის რწმენა და ამის მერე დაიწყო მან ეკლესიური ცხოვრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მღვდლის სიტყვა იქ არ იყოს ცარიელი. ის მართლა უნდა ღმერთს ხედავდეს გულისმიერად, მართლა უნდა ესაუბრებოდეს უფალს და ამან თქვენში უნდა აღზრას ეს ცოცხალი რწმენა და აი ამ ცოცხალი რწმენის დეფიციტის გამო, რაც ჩემში არის, ამის გამოც ვითხოვ შენდობას. და ყველა ის უამრავი ცოდვა და მანკიერება, რომელიც მაქვს და რომელიც ვლინდება, რომელსაც თქვენ ხედავთ, მაგრამ დიდ სულოვნად მithმენთ და მიტანთ თქვენც და ჩემი ძმებიც ყველაფრის გამო შენდობას ვითხოვ. თქვენგან და ჩემი ძმები მღვდლებისგან.